Let's fucking go. ესე იგი, დავსვი შეკითხვა უშუალოდ სტეიქთან დაკავშირებით, ჩვენი chatbot-ი გადაგვეტანა ჩვენ React-ის ბიბლიოთეკის გამოყენებით თუ Svelte-ის framework-ის დახმარებით. შესაბამისად, ჩემი კითხვა დაისვა უშუალოდ ჩემი LinkedIn-ის community-ში. რის შემდგომაც გადაწყდა ხმების უმრავლესობით, ერთ-ერთი ხმა ქონდა სამწუხაროდ Svelte-ს, არადა Svelte-ზე მინდოდა, მაგრამ არა უშავს, React-ის ძალიან მიყვარს, აქედან გამომდინარე, ჩვენი AI chatbot-ის მშენებლობას დავიწყებთ React-ის გამოყენებით, stack-ი გვექნება React-ი და Supabase-ი. შესაბამისად, შეგვიძლია ხავდეთ და ხო, ნუ აქ მაქვს უკვე კომანდი გახსნილი და დავაყენოთ ჩვენი CLI npm create white at latest გვინდა ჩვენი AI chat bot-ის შექმნა dash template react os მოდი და ვიოში გავუშვით. შესაბამისად, მოდი დავაყენებ, იმიტომ რომ დრო დაჭირდება და დაგიბრუნდებით. ოკეი, დაყენდა მოკლედ ჩვენი chatbot-ი, თვითონ პროექტი შეიქმნა როგორც ესეთი, ხო, white-ში, შესაბამისად, ნუ ეხლა რაც გვჭირდება, ახალი ტერმინალი გავხსნათ და npm install-ი გავუშვათ პირველ რიგში, install, რომ მოდი დაყენდეს და სანამ დაყენდება, მოდი ეხლა stack-ზე ვისაუბრებ, ხო, backend-ად გვექნება ჩვენ გამოყენებული ჩვენი Supabase-ი, React-ი 19 ვერსია უახლესი და ამას ზემოდან დამატებული TypeScript-ი კი, TypeScript-ზე ძალიან ნაკლებად ხდება, მით უმეტეს ქართულ community-ში საერთოდ მეგონი არც მინახია მსგავსი სახის stack-ი და ნუ შესაბამისად ეს ყველაფერი დაიბლდება white tool-ის გამოყენებით, როდესაც აქვს უკვე built-in ამბები ჩაშენებული, შესაბამისად ამ ყველაფერს ჩვენ გავhostავთ Vercel-ზე და კი ბატონო, ამასაც გაჩვენებთ, რა როგორ მუშაობს, იმიტომ რომ ჩვენ პრაქტიკაშიც ხო, დამწყებებს ხშირად ვუჭირთ უშუალოდ Vercel-თან დამოკიდებულება, არადა შედარებით მარტივია და აქედან გამომდინარე, იდეაში ხო, ჩვენ package.json-ს რო შევხედოთ, ჩვენს dependency-ში გვაქვს React-ის 19 ვერსია. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, დავამტკიცებთ ამ ყველაფერს და უფრო ლამაზ და მაგარს გავხდით ჩვენს chatbot-ს, როგორც შევფიქრდი ჩემს community-ს. აქედან გამომდინარე, ეხლა იდეაში რაც გვინდა რომ შევქმნათ პირველ რიგში ჩვენი აი აქ root-ში .env ფაილი, .env და იმედი მაქვს. git ignore-ში არის, კი ბატონო, git სტატუსი რო შევამოწმოთ, სტატუსი არ მოყვება, git init დაგვჭირდება, რომ ჩავაინელიზოთ, ჩავაინსტალიროთ ჩვენი env folder-ი უბრალოდ აქ env-ში, არა git ignore-ში .env არ მაქვს და ეს არ უნდა დაგვიწყდეს არასდროს, ხო? .env დავაყენოთ აი ესე და ჩამოგდება ჩვენი env. კაი. შესაბამისად, ოკეი, შედარებით მზად ვართ, ხო? და ამისთვის ეხლა რაც დაგვჭირდება არის რომ დავაყენოთ ჩვენი Supabase-ი. თუ ზოგადად რა გვჭირდება, ხო? ანუ კიდევ ერთხელ შევეხები, ყველასთვის გასაგები რო იყოს, React-ი, White-ი, TypeScript-ი, back-ისთვის დაგვჭირდება Supabase-ი, რათა შევინახოთ ჩატები და user-ები, შემდგომ user-ებსაც დავამატებთ და ამაზეც დავწერთ community-ში clerk-ი გვიჩვენია თუ OAuth, ხო? login-ი ჩვეულებრივად და OpenAI-ის API, რაც უკვე ვიცით, რომ რათა მივიღოთ პასუხები. შესაბამისად, ეხლა გვჭირდება რომ დავაინსტალიროთ ჩვენი Supabase-ის package-ი npm install, ან შეგვიძლია npm აი დავწეროთ პირდაპირ at Supabase და ჩვენი Supabase .js, ხო, ჩვენი Supabase-ი დავაყენოთ, ამის მერე npm install OpenAI-ს გავუშვებთ, npm install OpenAI, ეს იდეაში ერთადაც შემეძლო დამეწერა, მაგრამ უბრალოდ რა step by step გაჩვენოთ მაგ ამბავში. ეხლა უნდა გადავიდეთ ჩვენს tsconfig-ის, ხო? tsconfig-ის კონფიგურაციაში,
და უნდა ვნახოთ არის თუ არა ხო strict mode ჩართული. რათან TypeScript-ის სისწორე უფრო მეტად ხო დაგვავალდებულოს რომ რამე არ გაგვეპაროს და ამ შემთხვევაში strict mode გვაქვს, შესაბამისად ყველაფერი არის კარგად. ნუ ამ შემთხვევაში ეხა მინდა რომ ვისაუბრო არქიტექტურაზე, ხო? და პირველ რიგში რაც დაგვჭირდება ეს არის Supabase-ი. მოდი მე Supabase-ში შევალ და იქიდან დაგიბრუნდები. აი, ეხლა ვარ Supabase-ში რეალურად ისეთი არაფერი არ დაგვჭირდება, უბრალოდ new project-ი უნდა შევქმნათ. მოდი იყოს K-line იყოს, project name იყოს AI chatbot-ი. და შესაბამისად მოდი password შევიყვან. კი ბატონო, ამ შემთხვევაში მოდი იყოს Frankfurt-ი. მოდით ციურიხი იყოს. და ეხლა ავდგებით და შევქმნით ჩვენს database და აქედან უკვე დაგვჭირდება რომ წამოვიღოთ ჩვენი key-ები, ხო? ეს database-ი გამზადდება, ეხლა ვიდაგიბრუნდებით. ხო, იდეაში სტატუსი დაყენდა, აი აქ ქვემოთ არის, როცა ჩამოსხვალთ უკვე project API და project-ის key, მოდი ამას არ გამოვაჩენ, უბრალოდ ჩემი env-ში შევინახავ. ოკეი, ჩემი env ფაილი შევინახე და შესაბამისად ეხლა შეგვიძლია დავიწყოთ მუშაობა. პირველ რიგში მოდი npm run dev-ი გავუშვათ. Sorry. npm run dev-ი გავუშვათ და ვნახოთ რას დაწერს. შემთხვევაში localhost-ი მოვაკოპიროთ, მოდი. და ჩვეულებრივად გავუშვებ აი აქ. ჩემ localhost-ზე. ჩვენ დასტარგულ პროექტს და ამ შემთხვევაში ეხლა უნდა დავიწყოთ და დავალაგოთ ჩვენი სქემა, ხო? შესაბამისად ჩვენ სქემაში ეხლა რა გვექნება? შემიძლია მე ასეთები წავშალო, იმიტომ რომ გამოვიყენებთ ხო, Tailwind-ს გამოვიყენებთ მარტივად და აქედან გამომდინარე რაღაცები არ გვინდა, ასევე delete გვჭირდება ამისთვის. ხო, ასე უნდა დავაყენოთ ჩვენი ახალი Tailwind-ი და Tailwind-საც ნახავთ რეალურად ახალი როგორ ყენდება და როგორ არის განაირად. ესეც შეგვიძლია წავშალოთ, გავასუფთავოთ, index.js-ი გვაქვს, აქაც index.js-იც ყველაფერს გავასუფთავებ და ეხლა იდეაში მინდა რომ დავაყენოთ Tailwind-ი, აქაც Tailwind CSS-ი. წამოვიდეთ, დავაყენოთ ჩვენი Tailwind-ი, ამ შემთხვევაში გვინდა docs using frameworks guide და გვინდა ჩვენ YT using white. პირდაპირ არის. Okay, npm Tailwind CSS, white. ჩვენი update ვერსია Tailwind-ის შეგვიძლია რომ ეს გავთიშოთ, 2 წუთი. დავაყენოთ ჩვენი Tailwind-ი. შემდგომ დაგვჭირდება white config-ში რომ დავამატოთ ჩვენი პლაგინი, შემდგომ გვინდა რომ Tailwind-ი შემოვიტანოთ ჩვენს global CSS-ში და იდეაში ეგ არის. და ამდენად გაგვიმარტივებს ახლა საქმე ჩვენმა Tailwind-ის მეგობრებმა. შესაბამისად ძალიანად მოვაკოპირებ ამას და ვნახოთ რა სიზავ. და ამ შემთხვევაში ახლა ხო მეგონი მოვაკოპირებ ზეღან, ეხაც მოვაკოპირებ. ჩვეულებრივად გავუშვათ ახლა ჩვენს white config-ში ეს situation-ი, ნუ რეალურად აქ არ გვინდა რაღაცები რომ დავშალოთ, ამიტომ უბრალოდ ავდგები და ვასწავლოთ. საჭიროა. შეგვიტანოთ აი ესე ჩვენი Tailwind-ი და აქაც დავაპლაგინოთ ესე ნუ იდეაში თვითონვე მოხდა. ამ შემთხვევაში შეგვიძლია რომ დავარეზოლოთ კიდევაც ჩვენი alias-ი რომ იდეაში source-იდან უკვე დაიწყოს ყველაფერი. კაი, და კიდე რა გვინდა? და გვინდა რომ დავაიმპორტოთ უბრალოდ ჩვენი Tailwind-ი. დავაიმპორტოთ, ამ შემთხვევაში index.css-ში გვინდა რომ გავაკეთოთ და იდეაში app-ში რომ მაგალითად რა ვიცი. h1 რომ შევქმნათ hello world-ით. რაღაცა ესეთი მსგავსი რომ ვნახოთ და მიასნიოთ ჩავსტარტოთ ისევე. ჩვენი AI chatbot-ი
ამ შემთხვევაში ვნახავთ, რომ ოკეი, ჩვენი tailwind-ი მუშაობს იდეალურად. შემიძლია ის უწყავშალო. უბრალოდ TV დავტო და ჩვენი tailwind-იც ესე მარტივად უკვე დაყენებულია, ხო, არ გვჭირდება სხვა არაფერი და ნუ შემდგომ ასევე შეგვიძლია რაღაცეებიც ჩავამატოთ. ეხლა რაც გვჭირდება, აქ არის ფაქტორი, რომ ჩვენ source-ში შეგვიძლია შევქმნათ folder-ი სახელად services-ები გვჭირდება და ოკეი, და ამ სერვისებში მაგალითად შეგვიძლია შევქმნათ AI service.ts. და ამ შემთხვევაში ახლა გვინდა რა, რომ ჩვენ ავდგეთ და დავწეროთ ჩვენი AI response-ი, ხო? სამისად export და ამ შემთხვევაში გავუშვათ get AI response export const იმიტომ ეს ფუნქცია არის, კი ბატონო. ხო, ანუ ჩვეულებრივად ჩავსდით prompts, იდეაში ის იქნება string-ი, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია რა, რომ ეს არის ჩვენთვის function-ი, body-ში, აი ესე, და შესაბამისად ამას უნდა გავუწეროთ ახლა ეს რა იქნება ჩვენთვის, ხო? და ეს ჩვენთვის იქნება რეალურად promise დააგვიბრუნებს, promise და ეს promise-ი იქნება string-ად აი ეს, ხო? კაი, ამ შემთხვევაში ახლა შეგვიძლია შევქმნათ response-ი, ჩვეულებრივად const response უდრის await fetch https / და გვაქვს API open AI-სგან, ხო? .com/vrt/chatty /compilations, ხო? ანუ ჩვეულებრივად fetch-ს უკეთებთ, ნუ აქ შეგვიძლია Axios-ის გამოვიყენოთ, ესეც არ არის პრობლემა და ამ შემთხვევაში გარეთ არა, sorry. და აქ გვინდა ახლა რომ გავწეროთ ჩვენი რაღაცეები. მეთოდი გვინდა რომ იყოს post-ი, header-ში გვინდა რომ იყოს, მოიცა რა გვინდა რომ იყოს content type application-ი, authorization ჩვეულებრივად white OpenAI API OpenAI ქიდან შემოვაიმპორტებ, ხო? ეს ყველაფერი სწორია. შემდგომ body-ში გვინდა რომ იყოს და თვითონ body უნდა იყოს JSON stringify და ამ შემთხვევაში აქ გვჭირდება მოდელი თვითონ გვექნება turbo და მესიჯების სახით გვექნება user-ი და content-ი გვექნება როგორც prompt-ი. და ამის ქვემოთ const data გვექნება, სადაც await JSON-ს გავაკეთებთ და შემდგომ დავარეთანებთ ამ data-დან ყოველ choice-ის menuleze array-ში message-ი და თვითონ კონკრეტული ფუნქციონალი. შესაბამისად ეს იქნება ჩვენთვის ის რაღაცა, ეს რო ვთქვათ, სერვისი, საიდანაც AI დაგვიბრუნებს პასუხს. ასევე ერთი სერვისი მინდა რომ გავაკეთო, ხო? და ეს სერვისი რეალურად იქნება ეხა ის რომ ნუ იდეაში აქვე გავწერ, ხო? რომ message-ის load message-ები გვჭირდება, ხო? რომ ჩალოუდდეს და ასევე გვჭირდება ჩვენ send message-ებიც, რომ გაიგზავნოს ეს ჩვენი message-ები, ხო? და შესაბამისად შეგვიძლია უკვე ავდგეთ და გავაკეთოთ ეს ყველაფერი. ოკეი, ამ შემთხვევაში მოდი შევქმნით export const და გვიქნება აქ load messages, ესეც იქნება ჩვენთვის async function-ი, ხო? async. ამის type-ი იდეაში იქნება უნდა დაგვიბრუნოს ამ კონკრეტულ შემთხვევაში იდეაში მოდი ჯერ არაფერს არ გავწერ აქ და რეალურად აგვექნება ჩვენ const destructuring-ით data და error-ი და ეს ყველაფერი წამოვა await
Superbase-ში გვინდა ეს ყველაფერი შევუშვათ, ხო? ეს აქ დაგვჭირდება ხო ჩვენი Superbase-ის შემოიმპორტებაც, ხო? და აქ გავაკეთოთ import create client from Superbase და Superbase-ში შემოვიტანოთ white Superbase URL-ს და white Superbase keys, ხო, რომ შეიქმნას ჩვენთვის ჩვენი client-ი. ამ შემთხვევაში. ან უფრო კარგად დავადეფაინდებ, მოდი ამ ყველაფერს, მოდი const Superbase URL შევქმნი, Superbase enum-ი არ გვინდა, const Superbase key გვინდა ამ შემთხვევაში და შემოვიტან და შემდგომ შევქმნი clients. ეს კიდე შეგვიძლია როგორც key string-ებად ისე შემოვიტანოთ, ხო? კაი, ამ შემთხვევაში უკვე ამ Superbase-ის ამბავი იქნება, ან დავავეითებ მე ჩემ Superbase. ნუ რეალურად ესე გამოგვივა, მაგრამ მოდი დავაბრუნებ, რომ Superbase-ი რაც მაქვს, ხო? და ამ Superbase-ში, ეხლა ჩვენ რაც გვჭირდება ეს არის from და ნუ table-ი გვექნება ჩვენ messages. აქედან ავირჩევთ ყველაფერს და ორდერი გავუწეროთ. ორდერი გვინდა რომ დავაკეთდეს created edit, ხო? ანუ created edit გვინდა რომ დავაკეთდეს და ასევე მოდი ეს იყოს ascending გავკეთოთ true, ხო? რომ დაგვილაგდეს ჩვეულებრივად. და ამ შემთხვევაში ეხლა რაც გვჭირდება, ეს არის if-ი გავწეროთ, ხო? თუ რაღაცა error-ი არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში if error-ი თუ მაქვს მე ჩვეულებრივად ავდგე და console error-ი გავუშვათ და იდეაში დავულოგოთ okay, error loading messages და სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივად შეგვიძლია რომ უკვე ჯერჯერობით data დავაბრუნოთ. Okay, კი ბატონო. ეხლა გვინდა რომ ჩვენ ავდგეთ და send message-ებიც გავუშვათ. Okay, ასევე დაგვჭირდება აქ ეხლა რომ ჩვენ ავდგეთ და შევინახოთ ჩვენი message-ი, ჩვეულებრივად, ხო? იქნება export const save message-ი. ესეთი რაღაცა გვექნება, უბრალოდ აქ string-ი არ იქნება, აქ იქნება ჩვეულებრივად messages interface-ი, რომელსაც გავწერთ და ამ შემთხვევაში აქ ეხლა ჩვენაც გვინდა არის რომ const to error-ი ამოვიღოთ, ხო? wait ჩვენი super-დან from და ესეთი table-ი გვექნება აქ messages, ხო? და ამ შემთხვევაში insert და იქნება აქედაში message აქ თუ მექნება მე if და error-ი მექნება, აქ ჩვეულებრივად შემიძლია console დავაერორო, ხო? error saving message, ხო? ეხლა რა გვჭირდება აქ მოდი აქ შევქმნი ჯერ interface და მე ამასაც ხო გავიტანთ ჩვეულებრივად interface message და ამ შემთხვევაში აქ იყოს ეხლა ჩვენ გვინდა რომ იყოს ID optionally და იდეაში message-ი არ გვჭირდება, მაგრამ მაინც იყოს სტრუქტურულად conversation ID დაგვჭირდება რომ იყოს string-ი, user ID დაგვჭირდება რომ იყოს string-ი, role-ი და იყოს enum type-ი, ხო? და იყოს ან user-ი, ანაც თვითონ AI. ასევე დაგვჭირდება აქ ჩვენ თვითონ message-ი, რაც არის string-ად და created edits. ავტომატურად იქნება, შესაბამისად იქნება ესეც ჩვენი string-ი, ხო? ნუ იდეაში აქ ეხლა როგორც ხედავთ, ეს რეალურად აქ გვჭირდება აქედან, არაფერი. ხო, ჩვენი save messages დავადეფაინდეთ, load message-ი გვაქვს და ასევე მინდა ეხლა მე რომ აქ შევქმნა
რეალურად ამათ თავზე, ანუ ის ქვემოთ შევქმნი ახლა რომ conversation-იც შეიქმნას, conversation const create მაგალითად conversation იყოს, სადაც create conversation ესეც იქნება async function-ი. ამას ჩაეწოდება ხო ჩვენი user-ის ID, რომელიც იქნება string-ი ჩვეულებრივად და ეხლა აქ გვინდა რომ const ამოვიღოთ destructuring-ი თვითონ data და error-ი. შემიძლია მე დავაევეითო ჩემი supabase-დან from და ამ შემთხვევაში წამოვიღებთ თვითონ ჩვენი conversation table-დან, ხო? და insert-ი გვინდა და ამ შემთხვევაში ჩვენ ჩავაინსერტებთ user ID-ს. ესე მიდიაში ჩვენ user ID იგივე არ არის? არა, ახ არ არის. სწორედ შევქმნია. user ID-ს რა ესე? ხო, ჩავაინსერტებთ ამ შემთხვევაში დაგვჭირდება select-ი რო უშუალოდ ID მოვნიშნოთ და ჩვენ გვჭირდება single, ხო? ასე გავაკეთოთ მოდი. და აქ უკვე შემიძლია მე error-ი დავჰენდლო და დავლოგო და console errors უბრალოდ აი ესე ხა მე აი აქ ესე ჩავსვალ და აქედან მოდი დაურეთარნებ null-ს იყოს და აქედან რეალურად ეს არ გვჭირდება, ხო, აქედან უკვე data ჩვეულებრივად დაგვიბრუნდება, ხო? ამ შემთხვევაში არის create conversation. კაი, მეგობრებო, ერთადერთი აქ ხარ რა შესწორებასაც შევიტან, ეს არის რომ რეალურად ხა ცოტა გადიდდა ხო აქ კოდი და უფრო სისუფთავე რომ დავტოვო, ავდგები და აი ყველაფერს Ctrl X გავუკეთებ, ეხა ჩვეულებრივად მეცადა დავუბრუნოთ, მაგრამ ესეც მოვნიშნოთ ჩვენი client-იც და აქ уბრალოდ შევქმნით ახალ files და დავარქვათ მაგალითად supabase client-ი, ხო? .ts-ი აქ ეს შემოვიტანოთ, უბრალოდ ეს ავდგეთ და export-ი გავუკეთოთ ამას, შემიძლია export default-იც რო გავუკეთო, მაგრამ იყოს ესე და აქ ახლა ავდგები და უბრალოდ ხო, ჩემს supabase-ს დავაიმპორტებ და რეალურად ეხა ჩვენი AI service-იც და ჩვენი supabase-იც, ხო? ну, იდეაში ეს უფრო AI service-ი აღარ გამოდის, ეს უფრო გამოდის, მე ვიტყოდი chat service-ი, chat service და service და ამ შემთხვევაში AI service-ას შემდგომ უკვე ცალკე გავიტანთ ამ გულებულ სიტუაციაშიც, ხო? რეალურად რაღაცეებს ვასეივეთ, რაღაცეებს ვალოუდებთ და აქედან გამომდინარე, ოკეი, ანუ სერვისი, AI სერვისი შეიძლება რომ ცალკე გავიტანოთ, კი ბატონო. ეს მომიზად, ხო, აქაც მოდი შემიძლია რომ შევქმნა რატომაც არა. ბოდიში idea-ში ტელეფონმა დამირეკა, sorry guys, მნიშვნელოვანი conversation-ი იყო და ხო, ახლა ერთადერთი რაც მინდა, ხო, რეალურად ისიც აქ არ ჭირდება, იმიტომ რომ რაღაც chat-ის თემები მაქვს დადეფაინდებული, შესაბამისად ამასაც გავქათავ და ავდგები და აქ შევქმნი ისევ AI service .ts იყოს მოდი და ახაც ეს ჩვენი ესე გავუწეროთ ჩვეულებრივად, ხო, ეს აქ გვიქნება. რეალურად ახლა ვიდეო რო არ გაგვეწოლოს, შესაბამისად ამ ყოველ შემთხვევაში განვიხილეთ სტექი, დავაინსტალირეთ ყველაფერი რაც გვჭირდება, შესაბამისად შევქმნით env, სადაც უნდა შევინახოთ და რეალურად შემდეგ ლექციაში უკვე ხო tailwind-იც დავამუშავეთ და შემდეგ ლექციაში უკვე განვიხილავთ ესეც შევინახოთ, მოდი git add git commit -m create starter project and implement full starting service. შესაბამისად ეს ჩვენი commit-იც გავუშვათ და ну იდეაში დღეს ეს არის, ხვალ უკვე დავამატებთ, ხო? ჩვენ app-ში რა გვინდა რომ მოხდეს, ხო? coming
coming soon. ჩვენ appში რაც გვინდა რომ მოხდეს, შესაბამისად თავიდან nul-ად დავჰენდლავთ და შემდგომ sticks-აც უფრო მეტად განმორჩობთ და ყველაფერს გავაკეთებთ. კარგი მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მაგარ საქმეს ვაკეთებთ. შესაბამისად გამოიწერე არხი, დალაიქებს კომენტარი და update-ებიც იქნება, ხო, რომ state management-ი გადაწყვეტილია, რომ ten stack-ით უნდა გაკეთდეს, route-ებიც გაკეთდება ten stack-ით თუ დაგჭირდება, მაგრამ დაიდროვება კითხვა ავტორიზაციასთან დაკავშირებით. დღეს ან ხვალ ჩვენს LinkedIn-ის community-ში, სადაც გადავწყვეტავთ ლერკით გაკეთდეს ეს ავტორიზაცია, თუ გაკეთდეს უშუალოდ OAuth-ის გამოყენებით. ასე რომ, ოკეი, დაგველოდეთ, მომავალ შეხვედრამდე, ყველას წარმატებებს გისურვებთ. დროებით.